ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სასულიერო პირთა გადამზადების პროცესი გრძელდება. მორიგი ლექცია სემინარი დღეს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. გადამზადების პროცესი საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბის დაარსების მიზნით მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები ჭიათურისა და საჩხერის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიებიდან. ამ ეტაპზე გადამზადებას აღნიშნული ეპარქიებიდან 50-მდე სასულიერო პირი გაივლის. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გახსნა. სასულიერო პირმა ღირებულებითი განათლების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლექცია სემინარს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის კონსულტანტი მანანა ჯინჭარაძე უძღვებოდა. ლექციათა კურსი მოიცავს ღირებულებითი განათლების ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს. შეგახსენებთ, რომ პროგრამა ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. გრძელდება ღირებულებითი კლუბების ამების გადამზადება. გვექნება ღირებულებითი კლუბის დაფუძნების ტექნიკურ საკითხებზე საუბარი და სხვადასხვა მიმართულებებზე, რომელიც მოიცავს მოზარდების სირთულეებს, სკოლის სპეციფიკას და სწავლების პროცესებს. ჩართულები არიან განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია დიდი სიხარულით მიესალმება ამ წამოწყებას. ღირებულებითი განათლება სკოლებში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი თაობისთვის. ჩვენ სწავლების პირველი ნაწილი 3 ეპარქიის შეხვედრა გავიარეთ ბაკურიანში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბევრი ახალი ჩვენი მომავალი თაობისთვის საინტერესო პროგრამები იგეგმება და განათლების სფერო ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დიდი სიხარულით ელოდება ამ წამოწყებას. ძალიან გვახარებს ღირებულებითი განათლების პროგრამის სკოლებში შემოტანა. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ამიტომ ჩვენც სასულიერო პირები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს, რომ ეს ქრისტიანული ღირებულებები სწორად და გასაგებად მივიტანოთ ჩვენს ახალგაზრდა თაობამდე. ამის დადასტურება დღევანდელი შეხვედრაც, მორიგი შეხვედრაც, რომელიც იმართება საქართველოს საპატრიარქოში. რამდენიმე ეპარქიის წარმომადგენლები, სასულიერო პირები არიან ჩამობრძანებულები და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალ თაობას. ჩვენ ჩამოვედით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიიდან 15 სასულიერო პირი. ჩვენ გავიარეთ პირველი ტრენინგები, ახლა უკვე გადამზადებაზე ვართ ჩამოსულები. მოხარულები ვართ, რომ ესეთი კარგი პროექტი წამოიწყო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვაკვირდებით, როგორი კარგი შედეგები დადო ამან თბილისში და მადლიერი ვართ, რომ ეს გაგრძელდა რეგიონებში. ჩვენი მოსახლეობაც, ჩვენი მოსწავლეები, მათი მშობლები დიდი სიხარულით ელოდებიან, როდის დაიწყება ეს პროექტი და ყველა გულანთებულია, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აქამდე მოიყვანა და გადაარჩინა, კვლავ წამოვწიოთ წინ და ჩვენ მომავალ თაობას ესე იგი უკეთესად გავაცნოთ ეს ყველაფერი.